უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტმა დაიწყო. რეფორმა 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ცვლილებების თანახმად უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სისტემა დაინერგება. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განიხილეს განათლების კომიტეტზე, რას ითვალისწინებს რეფორმა, ამას მარიამ ბუღაძე გვეტყვის. განათლების სისტემის ისტორიული რეფორმით საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხარისხიანი განათლება ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ სახელმწიფო იქნება ის, ვინც დააფინანსებს იმ სტუდენტების განათლებას სრულად, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან ჩაირიცხებიან. კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც აღნიშნული რეფორმა უპასუხებს, არის კონკრეტული პირების და დეფიციტური მდგომარეობა. ითქვა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით განსაზღვრავს ყოველწლიურად კონკრეტულ პროგრამებზე მისაღებს სტუდენტთა რაოდენობას და ასე აღმოიფხვრება კონკრეტული დეფიციტური კადრები. ასევე ამ მიმართულებით დღეს განათლების მინისტრის მოადგილის მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაწყებულია ბაზრის კვლევა და ამ მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. კომიტეტის ფარგლებში ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა, რომ მოდელი, რომელზეც საქართველოს განათლების სისტემა მომდევნო წლიდან გადავა, რაც გულისხმობს 3+1+1 მოდელს, გავრცელდეს იმ სტუდენტებზეც, რომლებიც უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო წელს ჩაირიცხნენ, რაზეც განათლების სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა და ითქვა, რომ საკითხზე მსჯელობას გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული მიმართულებით ასევე სწავლების პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი და დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. დელეგირება მიენიჭება კონცეფციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას, რომ განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალური პროგრამები და ასევე განსაზღვროს ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუდენტთა კვოტირების საკითხები. უახლოეს პერიოდში ვფიქრობთ, რომ უკვე შევძლებთ წარმოდგენა შრომის ბაზრის მონაცემებთან დაკავშირებით უახლოეს წლებში დასაქმებადობა რა პარამეტრებში იქნება დაახლოებით და ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით იყოს განსაზღვრული სწორედ კვოტირება, ანუ მოვახდინოთ ეგრეთ წოდებული პოპულარული პროფესიებიდან გარკვეული ტიპის კვოტირების გადანაცვლება მოთხოვნად პროფესიებში. რაც შეეხება რაოდენობის ნაწილს, დაახლოებით 2-3 დღის წინ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განმარტა, რომ ჩვენ არ მოველოდებით აქტიურ ვარდნას სტუდენტების საერთო კვოტირების რაოდენობისა, დაახლოებით 150-155,000 სტუდენტია დღეს მოქმედი მოგიხსენებათ და ამ ნაწილში უფრო მეტად ველით გადანაწილების მიმართულებას და არა ვარდნას სასწავლო პროგრამების გადასვლა 4+2 მოდელიდან 3+1 მოდელზე სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. ნომერ პირველ ამოცანად მიმაჩნია ბაზრის პროგნოზირებადი მოთხოვნების გათვლა. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღესდღეობით ჩვენ უკვე ვაწყდებით სხვა სპეციალობების დეფიციტს, რომელიც თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული. რომელ კვლევას ეფუძნება ეს რეფორმა? ვინ შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიასა და ვინ ჩაატარებს ამ კვლევებს? წარმოდგენილი ცვლილებებით მესამე მუხლი რაც არის გავრცელდეს უკვე 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზეც. ასევე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ რეფორმის ფარგლებში ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო სტიპენდიებს, რაც წლების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა დღესდღეობით არის 300 ლარი. შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით და ეს კვლევა ფიზიკურად სად არის? საქმე ის გახლავთ, რომ ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირისთვის უკვე კვლევის ბოლო შედეგები მზად გვექნება და შესაბამისად შევძლებთ, რომ გაგიზიაროთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს და ეს კვლევა არ არის ახლა დაწყებული. ჩვენ ამ ცვლილებას მოვახდენთ და თუ პარლამენტი ამას გაიზიარებს, მზად ვართ. სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებით ჩავინიშნეთ, ანუ საკანონმდებლო ცვლილება ამასთან დაკავშირებით ფინანსებს ეხება და რა თქმა უნდა მე ახლა მზად არ ვარ იმისათვის, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ, როგორ შეიძლება 300 ლარიანი სტიპენდიების მატება მოვახდინოთ ბიუჯეტიდან გამომდინარე და კონსულტაციების შედეგად შემდეგ შემიძლია რომ დაგიბრუნდეთ და ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით მოგახსენოთ.
რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც შალვა პაპუაშვილმა იმ მავნებლურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განათლების სისტემაში განხორციელდა და თქვა, რომ ეროვნული კონცეფცია, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა, აღნიშნულ პრობლემას სრულად აღმოფხვრეს. ასევე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ აღნიშნული ცვლილებები ერთის მხრივ გაუმჯობესებს განათლების ხარისხს და მეორეს მხრივ ხელშეუწყობს სტუდენტების დასაქმების ზრდასაც. ნაციონალურ მოძრაობამ სკოლამდელი აღზრდა, საბავშვო ბაღები გახადა ფასიანი. ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დაწყებითი პერიოდი, ანუ სკოლამდელი განათლება, საბავშვო ბაღები გახადა უფასო, სკოლებისაც უფასო იყო და დარჩება უფასო და ახლა უმაღლესი განათლებაც ხდება სრულად უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. განათლების სისტემა სამივე საფეხური, როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო და ისე უმაღლესი განათლება, იქნება მთლიანად უფასო ყველა მოქალაქისთვის, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ეს ერთი პრინციპული ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქართული ოცნების ხელისუფლება. მეორე ეხება განათლების ხარისხს, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის ერთადერთი კომპონენტი არის კონცენტრირება სხვადასხვა საგნებში განათლებისა ერთ ადგილზე, ასე ვთქვათ, და არ იყოს ეს გაფანტული სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მიმართულებებია, სადაც უბრალოდ ჩვენ გვყავს ძველი თაობა პროფესიონალებების და ახალი თაობა არ იქმნება, არადა მოთხოვნაც არის, ანაზღაურებაც მაღალი არის. უბრალოდ არ არის მიწოდება უნივერსიტეტების მხრიდან. ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ისეთი მიწოდება იყოს, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლება მიღებული ადამიანების, რომელიც ამავე დროს დიდი ალბათობით ნახავენ სამუშაო ადგილს მაღალი ანაზღაურებით. უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის განხილვა სულ ცოტა ხანში პლენარულ სხდომაზე უნდა დაიწყოს.